ვფიქრობ პირადულზე არ ღირს საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ შორის პირადული არაფერია. გეოლცავ. ძილი გამიტყდა. მიხარია. თენდება. მე მგონი უკვე შემიძლია წასვლა. ო. მე წაგიყვან. გამოვიცვლი. მოკლედ დედა, მე მგონი დღეს არ ღირს შენი სამსახურში მასლა უნდა დაისვენო. არა შენი საქმეა. შენ ჩემი უფროსი არ ხარ. მინდა მოვალ, მინდა არა, მერე შენ რა. ედა? მამიდა? შენერია. დილამშვიდობის ქალბატონო აიფერო. წუხელს სერგანთან დარჩი? მართლა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. თორემ შხაპს მივიღებ, გამოვიცვლი და მოგიყვები. კარგი. მაშინ მე შენ? დამპირდი რომ არ აწყენინებდი ჩემს ძმისშვილს. დამპირდი. სად არის შენი დაპირებები? ქალბატონო აიფერო, დამიჯერეთ. არც მე არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო. ჩემი საყვარელი სიტყვები, სიტყვები რომლის წყალობითაც პასუხს გაურბიხარ. არ გინდოდა. შენ ჩემი ძმისშვილის ოცნებებით მომავლით ითამაშე და არ გინდოდა ასეა? მართალი ხართ. მართალი ვარ, მართალი. კარგი, მაშინ მე წავალ. ასე აჯობებს. კარგად იყავით. მეც. ლელა ახლა ოფისში მოვდივარ. სასწრაფოდ თათბირი უნდა ჩავატარო ეგინთან და ფირელთან. სანამ ქალბატონი აიდანი მოსულა, მოკლედ გეტყვით, რომ პანიკაში იყო იმის გამო, რომ სახლში არ იყავით. რატომ იყო პანიკაში? იმის გამო, რომ არ მოხვედით. იფიქრა, რომ სახლიდან გადახვედით. კარგი. დილამშვიდობის დედა. შვილო, პატარა. მომენატრე. დარჩები საუზმეზე, თანაც მამა შენიც გნახავს, გაუხარდება. ვერ დარჩები, მეჩქარება. მაგრამ წუხელაც არ მოსულხარ, ნერვიულობდი. დედა, ხო, ნუ ნერვიულობ, კარგი? სანერვიულო არაფერია. ერწმუნებული იყავი, გაიგებ თუ გადავალ. ასე ნუ ამბობ. კარგი. ახლა უნდა წავიდე. კარგი. მივდივარ. წადი, წარმატებები. მადლობა. კარგი. ეს ბეჭედი რატომ უკეთია ისევ დიდზე სეიფი? მე რა ვიცი.
აქედან გადასვლა იმიტომ უნდა რომ ვერ ივიწყებს მეყვავილი გოგოს. მისი დავიწყება რომ შეძლო სად დარჩებოდა? რომელმა ჩვენგანმა შეძლო ქალბატონი ედას დავიწყება. ეგ ბავშვი გიჟია? რატომ არ იხსნის ბეჭედს? ანუ გოგოსაც ჩორდება და ბეჭედსაც ატარებს. წავიდე და ვკითხო. არა, არ კითხო. კითხვებზე პასუხებს ვიპოვით. აქამდე კითხვებზე პასუხებს პოულობდით? ვიპოვით პასუხებს. ედა ძალიან შეგვეშინე. მე შემეშინდა ერთად რომ დავინახე. ხომ მაგიხსენი რომ იძულებული ვიყავი? რატომ ვიგებ ყველაფერს ყველაზე ბოლოს? რატომ? მართლა იყავი იძულებული აგეტანა ის ადამიანი. ჩემთვის დაგერეკა. არ ვიცი დავრჩებოდით სადმე საავადმყოფოსთან. მართალი ხარ, მაპატიე. ისედაც ოფისში არის მთელი დღე. გაუსაძლისია. უთხარი იმ ადამიანს რომ ჩვენს სახლთან ახლოსაც არ მოვიდეს. აღარ მოვა, არ იღალვო. არ მოვიდეს. იქნებ მელეც დაურეკოთ, მოვენატრებოდით. კარგი, ჩემგანაც მოიკითხეთ. მაგვიანდება კიდეც, მივდივარ. დღეს შავ ვარდებს ჩამოიტანენ. მალე მოვა. კარგი, დროებით დავაიფერ. ედა, ჩქარა თქვი რა გავაკეთეთ? რა მოხდა? რა თქვა სერკამბოლატმა? მე თვითონაც არ მესმის რა ხდება. გუშინ იმაზე ჩავიციკლე მანქანაში რაც თქვა. თანაც რატომ მაქცევდა ამ ხელა ყურადღებას დილამდე ჩემთან ერთად იყო? იმიტომ რომ შენი უფროსია. თავი დამნაშავედ იგრძნო. მომიცი როგორ არის სამსახურზე ჩაციკლული? სამსახურზე არა. არსებობს მიზეზი, რის გამოც დავშორდით. არ მეუბნება, მაგრამ არის. მე ვიპოვი ამ მიზეზს. დაუშვათ მიზეზი არის. რა გაამართლებს მის საქციელს შენთან მიმართებაში? არაფერი. ამ სამყაროში ვერაფერი გაამართლებს. კარგია რომ დაიმუხტა. 1-2 დღე გაძლებს, მე გავიქეცი. მეც მოვამზადები და სამსახურში წავალ, მეც წამოვალ შენთან ერთად. რაღაც არის და ამ მიზეზს ვიპოვი. ედა, ძალიან ჩაიციკლე. ვიპოვი. ადექი. წამოდი. აბა ძმაო, რა შეესაქმე? ეფეში. რა სჭირს ეფეს? არ ვენდობენ. მაგრამ ძმაო, შენ არავის ენდობი. არ ფიქრობ, რომ შენი უნდობლობა პირადად ეფეს მიმართ არის. მან ფირეთის აქციების მოსყიდვა სცადა. ანუ მისი ერთადერთი მიზეზი თუ არის თურქეთის ბაზარზე შემოსვლა? აბა რატომ უნდა აქციების ხელში ჩაგდება? ვერ ვიჯერებ. სანე რაღაცას გთხოვ. თქო მიზეზი იპოვე. და გამოისყიდე ეგ აქციები ფირეთისგან. კარგი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. შენერია. და კიდევ ენგენ. ეფეზე ინფორმაცია მოიძიე. მოიძიოს? მოდით, ბარემ დეტექტივიც დავექირავოთ. კარგი, ეგ საქმე ჩემზე არ იღებო. კარგი. მეგობრებო, ჩემს ინტუიციას ვენდობი. ამიტომ გთხოვთ ჩვენ შორის დარჩეს. ერდემს არ ვუყვებით ენგინ. კარგი? ვიტომ რატომ უნდა უთხრა ერდემს? რაღაცას ვიტყვი. ჩვენ გუშინ ძალიან ვინერვიულეთ. შენ და ედა რომ წამოხვედით, რა მოხდა? რა უნდა მოხდარიყო? როგორც ყოველთვის ედა ისე ვიქცევა. რა უნდა იყოს? შეიძლებოდა რაღაც მოხსლოდათ. თქვენგან ერთ-ერთ შეიძლებოდა რამე მოსლოდა. შენ და ედა ერთად როცა ხართ ცეცხლს და დენს გავხართ. ძალიან დაძაბულები ხართ. ჩემო მეგობარო, დარწმუნებული ხარ, რომ ერთად მუშაობა შეძლებთ. ეგ მე მეხება ფირა. შეგვიძლია ახლა ამ თემაზე ვკონცენტრირდეთ. გთხოვ. კარგი. მაშინ მე ვიმუშავებ. წარმატებები. ანუ ენგინ. შენ რჩები ენგენ. დათბირი არ დამთავრებულა. წავა ვნახავ. წარმოუდგენელია. დავიღალე უკვე. ეკრანში იყურები და დეპრესიულად ოხრავ. რამე მეიც თქვი? თავში რაღაც მომდის, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მოგეწონება. თვის გულისათვის მითხარი, შენ მითხარი. ოღონდ თქვი. იქნებ რაღაც პერიოდით?
ორანჟერია ვინმეს გადასცე. ქირაში მიღებული ფულით თვალებს გაისტუმრებ. ამას დრო სჭირდება. არა, ცხოვრებაში არ გავაკეთებ ამას. არავის არ მივცემ, მერჩემია დამხურო. მაშინ პატარა კაფე მაინც იქირავა, მეორე მხარეს რომ არის, საიდანღაც მაინც ხომ უნდა გქონდეს შემოსავალი. კარგი იდეა. ცხადია ძვირფასო. რატომაც არა? მართლაც შეიძლება. გააგრძელე ოხრა. გააგრძელე. ედა? დღეს არ გელოდი. ძალიან მოვიწყენე სახლში. თავს ძალიან კარგად უგრძნობ. აქაც ბევრი საქმეა. ედა. მომგითხარი სამსახურზე არ იფიქრო მეთქი. რა ვქნა, ფიქრობ. თანაც კარგად ვარ. თანაც შენ ნაყინს დამპირდი. მოვიტანე და მაცივარშია. აჯიბებს ეგიმს დაელაპარაკო მანამ სანამ შეჯამ. თავის ტრავმა მივიღე. არა მგონია რამე პრობლემა შემექმნას, ან აკრძალული იყოს. ყველაფერი შეიძლება იყოს. მაინც დაელაპარაკე. რა უნდა მოხდეს ნაყენის გამო? ფიქრობ უშველის. მართლა? ო. ლეილა. თათბირი გაქვს? დიახ. კარგია რომ მოასარე. თავს ხომ კარგად გრძნო. კარგად ვარ, არიღალვო. ეფე. პორტის პროექტზე თათბირი გვაქვს. კარგი, კარგი. ახლა მოვდივარ. ჩვენი ერია. დროებით. დროებით. მეგობრებო, როგორც იცით, პორტის პროექტი მე მოვიტანე კომპანიაში. ამიტომ კლიენტს შენი გაცნობა უნდა. ანუ სიხარულით გვიზიარებ შენს კლიენტებს, ამასეა. გვიზიარებ ვის? უკაცრავად ერგან. ისედაც მარტო მე და შენ ვართ. პარტნიორები ვართ. მე კი პროექტი ჩემს კომპანიაში მომაქვს. რაც შეეხება პარტნიორობას. როგორც იცით, თქვენი შეთანხმება პარტნიორობაზე ჯერენმა შეადგინა. თვალი გადაავლეთ? ხო, აკლია რაღაცეები, მაგრამ გამოსწორებადია. კომპანიის საქმეებისთვის უფრო გამოცდილ ადვოკატს გთავაზობთ, იმიტომ რომ ჯერენი ძალიან გამოუცდელი და უყურადღებოა. მან შეიძლება რისკის ქვეშ დაგვაყენოს. მეც ვფიქრობ, რომ უფრო გამოცდილ ადვოკატთან შეგვიძლია მუშაობა. მე ვფიქრობ, ჯერენი კარგად ასრულებს თავის საქმეს, უბრალოდ ჰოლდინგის საქმეები მისთვის მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ პრობლემა არ იქნება გუნდს თუ შექმნის. უნდა ველოდოთ, როდის შექმნის გუნდს? სელი, რა პრობლემა გაქვს შენთან, რა გინდა? შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, რომელსაც ამ კითხვის დასმა შეუძლია. მოდი ასე მოვიქცეთ, კენჭი ვყაროთ. კარგი? ხმები მივცეთ. ვინ არის თანახმა რომ დარჩეს? და ვინ არის თანახმა რომ წავიდეს? ამიტომაც არ მიყვარს პარტნიორობა. ამიტომ ასე მოვიქცეთ. ჯერენი პრეზენტაციას გააკეთებს და მე მივიღებ გადაწყვეტილებას. აი ასე მარტივად. მეგობრებო, ძალიან დავიღალე. ამ უაზრო დაძაბულობით. ოღონდ მართლა. ნათელია რომ ერთჯერ ქვეშ ვერ მუშაობთ. ამიტომ ჩემს გუნდს ედას დაველაპარაკები და ამ ოფისიდან გადავალ. ასეთი სტრესი ყველას ვნებს. სხვათა შორის, ვფიქრობ ჰოლდინგის გაყოფაც მოგვიწევს. რას ამბობს? რას ლაპარაკობს? ედა. მორჩა თათბირი. ამ შენობიდან არავინ წავა, ხომ გაიგე? ყველანი ერთჯერ ქვეშ ვიქნებით. გამოსავალს ვიპოვით. ამიტომ პირველსაც დაღლაპარაკე. გამოსავალს იპოვის, ჰოლდინგი, არქიტექტურა, ყველაფერი ერთ ადგილას იქნება. კარგი, მაშინ წარმატებები. არ მესმის ადამიანების. მე დავარიგებ. მადლობა.
ედა, გისმენ. დათანხმდი? რას? ეფეს წინადადებას. დიახ. დიახ, მაშინვე დათანხმდი? არაზე ლაპარაკობ. ან რატომ გადამეკიდე? ედა, დათანხმდი თუ არა? ის უთხარი რაც წყობიდან გამოგიყვანდა. რა კარგია, დიდებულია, ასე გააგრძელე. რა ხდება? მისვენა, უთხარი მეფეს რომ აქედან არავინ არ გადავა, ხომ გაიგე? რა? და სად მივდივართ? ჰოლდინგის გადატანა უნდა, არ იცოდი? არა, არ ვიცოდი. აბა რაზე დათანხმდი? ახლა პირად ცხოვრებაზე მისვამ შეკითხვებს. დიახ, არა სტატუსით. უფროსის სტატუსით. მაგრამ შენ არ ხარ ჩემი უფროსი. არამე გააქვს საქმელი. არა, რა? არამე დამიმალე? რა? კი თუ არა, შეგიძლია მიპასუხო. ო, არა. დარწმუნებული ხარ? დიახ, ედა, დარწმუნებული ვარ. რაღაცას თუ მიმალავ და ერთხელაც ამას გავიგებ, მაგრად მიიღებ სერკამბოლად. მართლა? მართლა. რა კარგია. მაშინ გააკეთე რაც შეგიძლია. ვნახოთ მაშინ. ვნახოთ. კარგი. დაჯდები შენს ადგილას. შენც. აქ ყველა ადგილი შემეა. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. კარგი. კარგი. შენი საქმე გააკეთე. აბა, ჟანგბადი ჩავისუნთქოთ. სისხლი მიეწოდება ტვინს. აი ასე. ალბათ აიდან რა კარგია რომ მასწავლეთ, კარგად ვარ. მართლა? თავში იდეა მომივიდა, ბატონი სერქანი სახლიდან რომ არ წავიდეს. რა იდეა? სახლებს შორის კედელი აღმართოთ გარებით და ასე შემდეგ. თავი ისე იგრძნოს, თითქოს ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს. ეს არის იდეა, რომელიც თავში მოგივიდა. მე მგონი სისხლი საერთოდ არ მიეწოდა შენს ტვინს. არაფერ მაგიშველა, მამამის უნდა შეურიგდეს. მაშინ ბატონი ალთექინი გავაცილოთ. არა, არ შეიძლება. აუცილებლად უნდა შევარიგოთ. სერქანის დაბრუნება რთული იქნება მას მერე რაც თქვა რომ წავა. გგონია, არ ვიცი. გალბატონო იქნებ ისევ წახვიდეთ თერაპევტთან, სახლიდან რომ გახვიდეთ. არა, არ მინდა. არანაირი თერაპევტი. მორჩა დამთავრდა დღევანდელი ვარჯიში. მაგრამ ეს მე 17 თერაპევტია. 17 თქვენი ბედნიერი რიცხვია. მე 17 ჯერ გინდა მიიღო სახეში სილა. კარგი, არაფერს ვამბობ. მაგრამ უკეთესი იქნება თუ წასულიყავით. ეფეშენი აქციების შეწყიდვა უნდა მართალია? ო, მართალია. მე რატომ არ მითხარი ამის შესახებ? უნდა მეთქვა? ფერით ჩემი აქციები იმიტომ გავყიდე, რომ შენთან ცხოვრების აწყობა მინდოდა. შენ კი ქორწილის დღეს მიმატოვე. ამიტომ ეს აქციები თუ კი ვინმე უნდა იყიდოს, ეს მე უნდა ვიყო. არა, სელენ, არ მგონია. მაბათია. ჩემთვისაც უკეთესი იქნება აქციებს თუ შევისყიდი. ანუ თუ გაყიდი. რა კარგი არა? ერთი გასროლით ორი კურდღელის მოკლა. აქციებსაც იყიდი და მის მომიშორებ. ფერით აქ მუშაობა არ მოგწონს. დამეთანხმე. ძალიან საინტერესოა რა. ჰოლდინგში 100%-დან ჩემი წილი 5-ია. მაგრამ მე უფრო მეც მოთხოვანი ვიდრე მათ, ვისაც 45 აქვს. მართლა? ეს სიტუაცია მაღალისებს უკვე. ყავას მომარდალა. გემრიელად მიირთვი. მადლობა. მეგობრებო, ჰოლდინგის და კომპანიის საქმეებს რაღაც პერიოდი ერთად გავუძღვებით. ვეცდებით ჰოლდინგის თანამშრომლების ზედა სართულზე შევიკრიბოთ. სათათბირო კაბინეტთან დაკავშირებით კი გრაფიკს მოვიფიქრებთ. ვფიქრობ, სათათბირო გრაფიკი ბატონის სერქანის კალენდარის მიხედვით უნდა შევადგინოთ. ყველაზე რთული ყავის დასალევი ტერიტორიის გაყოფაა. ეგ როგორ იქნება? სამზარეულოც მნიშვნელოვანია. სამზარეულოზე მნიშვნელოვანი ყავის დასალევი ტერიტორიაა. ცუდად ვარ. ყველა ერთად ლაპარაკობთ, მოიცადეთ. საერთო ტერიტორიებს ყველა ერთად გამოვიყენებთ. ძალიან მარტივია. საქმეს დაუბრუნდით, ყავის დასალევად მივდივარ. კარგი. ანუ იმისთვის რომ აქედან არ გადავიდეთ, ჰოლდინგი მეორე სართულზე გადაგაქვს? დიახ.
მაგრამ მე მინდა ჰოლდინგი ამ შენობიდან გადავიტანო. ვერ შეძლებ. სერგან, ამას მარტო ვერ გადაწყვეტ. ჩვენ ორნი პარტნიორები ვართ, სხვადასხვა აქციების მფლობელები. შეიძლება სხვადასხვა აქციებს ვფლობდეთ, მაგრამ ყველაფერი აქციებზე არ არის დამოკიდებული. ანუ მე თუ ვამბობ, რომ ჰოლდინგი ამ შენობაში რჩება, ესე იგი დარჩება. მოკლედ უნდა იცოდე. არ ვიცი. იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ გიცნობ და ვცდილობ გაგიცნო. ჩვენიერია. უკაცრავად. სერგან, ძალიან მშვიდი და მომთმენი კაცი ვარ. რაღაც ძალიან თუ მინდა და ბოლოს აუცილებლად მივიღებ. მაშინ წარმატებები. მადლობა. ლეილა. როგორ ხარ? სამსახური რომ მქონოდა ისეთი, რომელშიც 2 წუთი მაინც ვიკონტაქტებდი კლიენტთან და მეცოდინებოდა რას ყვედი, იქნებ მაღაზია გავხსნა. მართალი ხარ? რაღაცას კითხავ. კითხე ძვირფასო. შენ და სერგანი ახლო მეგობრები ხართ. სერგანი ფიქრობ, სხვა რაღაც იყო ჩვენი დაშორების მიზეზი. რასაც არ მეუბნება. მაგრამ შეიძლება შენ გითხრა. შეიძლება იმიტომ, რომ ეს სერგანია. ჩემთვის არაფერი უთქვამს, არაფერი ვიცი. მაგრამ ხომ იცი რაზე ფიქრობს და რას გრძნობს სერგანი უცნობია, ის მალავს თავის გრძნობებს. უგრძნობ, რომ გულახდილი არ არის ჩემთან, არ ვიცი. იქნებ გრძნობები არ დარჩა. მაშინ როცა ტყეში დაიკარგე, შენი ძებნისას ყველა სხვადასხვა ადგილას დავიშალეთ. სერგანი კი ერთ ადგილას გაშეშდა. გაჩერდა თითქოს ამბობდა და აქ არისო. სერგანმა იგრძნო, რომ იქ იყავი. და თუ ეს შენთვის გრძნობა არ არის, მაშინ არ ვიცი სხვა რა არის. ასე გამოდის? მართლა? მაგრამ ეს სერგანია. ადამიანი, რომელიც მხოლოდ ლოგიკით მოქმედებს. ჩემს ლოგიკას თუ დაუჯერებ? ჩემთვის ყველაზე ლოგიკური შენ ხარ. შეიძლება ამაშია მიზეზი. მიზეზი ლოგიკაშია. მადლობა. არაფრის. არ ვიცი რა გავაკეთე, რა ვთქვი, მაგრამ იმედია სწორად ვთქვი. ქალბატონო ფირილ, დაბადების დღეს გილოცავთ. არ ვიცოდი გაგეხარდებოდეთ თუ გამიბრაზდებოდით, ამიტომ პატარა ღონისძიება დავგეგმე. ექსიც კი, მაგრამ არ ვიცოდი ყველას წინაშე მოინდომებდით თუ არა. ჩემი დაბადების დღე გაგახსენდა ლეილა. არ მოვიწყდება იმ ადამიანების დაბადების დღეები, ვინც მნიშვნელოვანია ჩემთვის. სურვილი ჩაიფიქრეთ. ბედნიერი წლები. კარგია რომ არსებობ ლეილა. თქვენც ასევე. არ დაგავიწყდეს. წამოდი ვჭამოთ. კარგი. არ ვიცი რამდენად სწორია შენთვის ამის ასეღია თქმა, მაგრამ ეფეს და სელენს არ უნდა ხარ კომპანიაში. მადლობა ფერით იმისთვის, რომ გამაფრთხილე და სიმართლე მითხარი. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვიცოდე, რას გადავეყრები. ო, მაგრამ შეგიძლია არ იდარდო. თათბირი მოითხოვე. ერთ პრეზენტაციაში მოყევი ამ ხნის მანძილზე რა გააკეთე ჰოლდინგში. ან როგორ აპირებ გაგრძელებას, რა აკლდა ხელშეკრულებას, როგორ გამოასწორებ. ეს ყველაფერი მოყევი. კარგი, გავაკეთებ. და კიდევ, ჯერენ. მამა შენს თხოვე დახმარება. შესაძლებლობა მოგეცა მხელა კომპანიის ადვოკატი გამხდარიყავი. მამა შენს უთხარი. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა შენთვის. კარგი. წავალ და მამა ჩემს თხოვ დახმარებას. მართალი ხარ. მადლობა ფერით. რას ამბობ?
დღეს ერთმანეს კარგად ვუგებთ. თვალი არ გვეცეს. სამჯერ. სამჯერ. შენიერია. დიდი ბოსი. გისმენთ ვიძიალთეკინ. ენგინ გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად ვიძიალთეკინ, საქმეებით ვარ დაკავებული. ყველაფერი ისეა, როგორც იცი. შენ როგორ ხარ? ჯანმრთელობა? რიგზე. მე და სერქანმა ვიგამათეთ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მისმენ? არ ვიცი რა უნდა ვთქვა ვიძიალთეკინ. ამიტომაც გავჩემდი. მომისმენე რა მინდა გითხრა? ბიჭები შეკრიბა და ჩვენთან მოდით. თამაშების საღამო გავმართოთ ან რამე მსგავსი. თამაშების საღამო? ო, კონსოლები თამაშობთ, ბევრი სხვა თამაშიც გვაქვს. ბიჭები. ო, სერქანი, ეფე, შენ, ფირითი. ვიძიალთეკინ, ხომ იცი რომ მოვალ რადგან საქმე თამაშახება? მაგრამ ის ბიჭები ზრდასრული კაცები არიან, რომლებიც ერთმანეთის მეტოქეები არიან. ხომ იცი რომ ტიპიურ სერქანს ისევ ჩახლართა, ღმერთო ჩემო. სხვა მიზეზი ვერ მოვიფიქრე სერქანის სანახავად ენგინ. გოგონია რომ არ მოვა? არა. როგორღაც მოვიყვან, ვიძიალთეკინ, შენ არ იღელვა. თუ საჭირო გახდება, ყურით მოვათრო. კარგი, გენდობი. აბა, დროებით. კარგი, ნახვამდის. შენ არ დაიღალე წაგებით არა? მიდი თამაში. ედა. ახლა ჰოლდინგში მუშაობ თუ კომპანიაში? მე იქ ვარ, სადაც ეფეა. მე კი იქ ვარ, სადაც ბატონი სერქანი ანუ ყველგან. ლეილა. შენი აზრით როგორი არის სელინი? გადაიტანა ის, რაც ქორწილში დაემართა? არც კი ვიცი. ქალბატონი სელინი ცოტა ჩამოგშორდა. მასთან არ მელაპარაკია. შენ? შენ ყველაფერი იცი, ყველაფერს ხედავ ლეილა. კარგი, პირდაპირ გეტყვი. მას მერე რაც მე და სერქანი დავშორდით. სერქანი და სელინი. როგორ ფიქრობ? არა, მაგრამ გამოდმებით ახლოს არიან. მაგრამ ბატონი სერქანი გამოდმებით შენთან ერთადაც არის. მე კი გამოდმებით ბატონ სერქანთან. არ ვიცი აქედან რა უნდა გაიგო, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ ვიცი. ფსკერზე აღმოჩდით. მე მეყურებს? მე მეყურებს. არ გეძახის დამშვიდი. მაინც ისე მოვიქცევი, თითქოს მუშაობ, არ გავრისკავ. გითხრა რაღაც. ქალბატონ სელინს ეხება. მე მგონი ბატონ ფერიძე ფიქრობს. ასე გგონია? ესე კი ტყუილად ვიფიქრე ესე? იცი რატომ მომაწონა პირველად რომ მოხვედი კომპანიაში? მე გითხარი რომ შეცდომას ვერ უპოვიდი მას. თუ უპოვი გაგიჟდება მეთქი. შენი პოვე შეცდომა უთხარი და გააგიჟე. ახლა ზუსტად ისეთივე სახის გამომატყოლება აქვს. შენთან დაშორებით შეცდომა დაუშვა. დიახ. მაგრამ შენ ძალიან ძლიერი ხარ. ფიქრობასე უნდა გააგრძელო. იბრძოლე. ძალიან ძლიერი გოგო ხარ. შენ კი ძალიან საყვარელი. ისე მე მეყურებს. რამე გჭირდებათ? რაღაც გჭირდებათ. მოვდივარ, ახლა მოვალ. ბატონო სერქან. რა გნებავთ? შემიძლია ყავა ან ჩაი მოგართვათ? გისმენ, მამიდა. რა ხდება ხალფეთის ვარდებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუკვეთეთ? მივიღეთ? კარგი. მაინტერესებდა კლიენტებმა თავის დროზე მიიღეს თუ არა. კარგი მამიდა, საღამოს შევხვდებით მაშინ, კოცნი. შავი ვარდები ჰალფეთიდან? დიახ. განსაკუთრებული კლიენტისთვის შეუკვეთეთ. გიჟდები ამ ყვავილებზე. შემიძლია ვნახო მანამ სანამ კლიენტს გავგზავნით. ცხადია, ერთად წავიდეთ. კარგი, შეიძლება გაგაცილო სახლში. კარგი. რაღაც მინდოდა მეკითხა. პორტის პროექტის სანაპიროსთან დაკავშირებით. იქნებ ისე გავაკეთოთ, როგორც შენ ამბობდი. იქნებ აკაცია დავდგოთ. ან რამე მსგავსი. არა, აკაცია არ წავა. კარგი, მაშინ შენ შემომთავაზე. მოდი დავფიქრდეთ. მამა, როგორ ხარ?
მეც კარგად ვარ. მამა ერთი დიდი კომპანიის საქმე ჩავიბარე და პირველივე პრეზენტაციაზე დაუშვი შეცდომა. ამიტომ შენი დახმარება მჭირდება. შეგიძლია დამახმარო? კარგი მამა, დიდი მადლობა. ახლა ვემოვა. ძალიან მეყვარხარ. ფერით, როგორ ხარ ძმაო? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, საღამოს გეგმავ რამეს? არა, ჯერ არა, რატო გითხულობ? კარგია, ბიძი ალთეგინმა დამირეკა და მითხრა ბიჭები შევგრებოთო. ერთად ვითამაშეთო. ვითამაშებთ? ალთეგინ ბიძია თამაშებს, რას ამბობ, გონებას კარგავს. კარგი, შეიძლება. ვინ წამავა? არ ვიცი, მე შენ სერქანი ეფე. რაღაც პატარა ტურნირი მოვაწყოთ. სერქანმა იცის? არა, ჯერ არა მისთვის სერპრიზია, მაგრამ შენ არ იღელვა. მოვაგვარებ. კარგი, მაშინ შეიძლება. საღამოს შევხვდებით. მაგარია, გავერთობით. კარგი. დღე მშვიდობისა. დღე მშვიდობისა. გილოცა. საღამოს რას აკეთებ? არაფერს. მეგონა ენგინთან ერთად აღნიშნავდი. როგორც ჩანს, ენგინი რაღაც სიურპრიზს ამზადებს. შენთვის არაფერი უთქვამს? არ ვიცი. ფიქრობ რაღაც დიდია. მთელი დღე ამ სიურპრიზზე დახარჯა დრო. როგორც მივხვდი. ძალიან საყვარლობა არა? ძალიან საყვარლობაა, მაგრამ მე რატომ არ მითხრა? ჯერ ჩემთან არ მოვიდოდა? პირიქით. მგონია რომ შენ ბოლოს გეტყვის. მე რომ ვერ მივხვდა, გაიგე? შეიძლება. კარგი, მაშინ ერთი კითხვა. გითხრა, როცა გავიგებ თუ სიურპრიზის სახით დავტოვა. არანაირი სიურპრიზი, მაშინვე მომიყევი დაწვრილებით. მინდა ყველაფერი გავიგო. სიურპრიზები არ მეყვარს. ვერ ვიტან სიურპრიზებს, ჩვენი ბრად მიცნობთ. მაგრამ რადგან ენგინი აკეთებს ამას, მე მგონი მომწონს. კარგი, ერთი პირობა მაქვს. გეტყვი, მაგრამ ნუ გავაფუჭებთ სიურპრიზს. დაწესებულება თუ არ მოგეწონება. კარგი, გპირდები. ყოველი წელი ისე გადიოდა, როგორც აღნიშნავდი ხოლმე ჩემს დაბადების დღეს. როგორც ჩანს, ეს წელი ძალიან კარგი იქნება, სელი. ცხადია იქნება. ღმერთმა ქნას. გისმენ ენგინ. რას აკეთებ? იმას, რასაც ბოლო დროს შენ აღარ აკეთებ. უმუშაობ.